ის დავარ სპორტული ამბები ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით. მადლობთ დოქტორ გიორგაძემ გაგვაცნო სპორტის ახალი ამბები და ახლა კულტურა. 12 მაისიდან კლასიკური მუსიკისა და ჯაზის მოყვარულებს ხუთი საინტერესო საღამო ელოდება. ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეისადმი მიძღვნილ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად თბილისის ცნობილი ვოკალური ანსამბლები Manhattan Transfer და New York Voices ესტუმრებიან. დაგეგმილია ვახტანგ კახიძის საავტორო საღამო, სადაც კომპოზიტორის მიერ კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ცნობილი ნაწარმოებები შესრულდება. ქართულ მუსიკალურ ცხოვრებას მალე კიდევ ერთი საინტერესო ფესტივალი შეემატება. ჯანსუღ კახიძის 80 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი კლასიკურ მუსიკასა და ჯაზს გააერთიანებს. თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში დაგეგმილია ხუთი საღამო, რომელშიც მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ორკესტრმა მაესტრო ვახტანგ კახიძესთან ერთად პირველი რეპეტიცია დღეს გაიარა. ამ ფესტივალში თავარი მოქმედი პირი არის თბილისის სიმფონიური ორკესტრი. ოღონდ ჟანრობრივად ეს ფესტივალი განსხვავებული იქნება. ასევე წარმოვიდგინოთ, ეს არის ორკესტრი და ეს დიდი სახელები. თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ სახელგანთქმული ამერიკული ვოკალური ანსამბლები The Manhattan Transfer და New York Voices. რამდენიმე ათეული ალბომისა და პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი Manhattan Transfer-ი 1969 წელს დაარსდა და დღემდე პოპულარობის მწვერვალზეა. New York Voices 1987 წელს იატაკას კოლეჯის ბაზაზე დაფუძნდა. პირველი ალბომი 2 წლის შემდეგ გამოიცა. 1996 წელს ჯგუფი გრემის ლაურეატი გახდა. ბენჩი სიმღერის გარდა ჯგუფის 4-ვე წევრს აქვს წარმატებული სოლო კარიერა. წელს შესაძლებელი გახდა ორი მსოფლიოს სახელგანთქმული ჯგუფის მოწვევა. ეს არის Manhattan Transfer, რომელიც გახსნის ფესტივალს. და შემდეგ New York Voices, რომელიც დახურავს ფესტივალს. დეკემბერში ჩვენ მათთან ერთად გავმართეთ კონცერტი, ეს იყო საქველმოქმედო კონცერტი და მე იმდენად მომეწონა მათთან თანამშრომლობა, რომ შევთავაზებო ამ ფესტივალში მიიღოთ მონაწილეობა და რასაკვირველი პროგრამა იქნება განსხვავებული. Manhattan Transfer-ი ნამყოფია 1998 წელს განსხვავებული პროგრამით, რასაკვირველია. კონცერტი, რომელსაც მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდება 22 და 24 მაისსაა დაგეგმილი. ვახტანგ კახიძის საავტორო საღამოში მონაწილეობას ახალგაზრდა შემსრულებლები მიიღებენ. აჟღერდება კომპოზიტორის მიერ სხვადასხვა წლებში შექმნილი მუსიკა, კინოსა და თეატრისთვის, ცნობილი სიმღერები და ჯაზ ფოლკ კომპოზიციები. თავაზობს მარტო ამ ფესტივალის პარკებში საავტორო კონცერტს, რომელიც ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება. პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია და რაც მთავარია, არის ყველა ასაკის მსმენელისთვის, ყველა თაობის მსმენელისთვის. პროგრამაში ასევე იქნება კარლ ორფის ნაწარმოები კარმინა ბურანა, რომელსაც სახელმწიფო საგუნდო კაპელა შეასრულებს. ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი ფესტივალი 12 მაისს The Manhattan Transfer-ის კონცერტით გაიხსნება.